მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, პირველ რიგში ყველას გილოცავთ ხარებას, ხარების დალად ამადლით ფარავდით. უფალმა ხვავი ბარაქა, კურთხევა არ მოგაკლოთ. უკვე მიხვდებოდით ახლა რო დღეს რაზე იქნება საუბარი და რაზე უნდა ვისაუბრო, ვინაიდან და რადგანაც ქართული ფორმა მაცვია და ფორმა რომელიც ყაწელი მეცვა და რომელიც ცოცხლის ბოლომდე მეცვა მე პირადად. როცა კი დასჭირდება სამშობლოს და ჩემს ხალხს ეს და მე მინდა ვისაუბრო დღეს კანონზე, რომელიც დაკანონდა და მიიღეს დალაში რამოდენიმე დღეა რა გუშინ წინ და ეს მე ვიცოდი, კაი ხნის წინ ეს ასე მოხდებოდა და არაერთ ჩემ მეგობართან მაქვს ნასაუბრალი რა ამ კანონთან დაკავშირებით და ესე იგი მე ამ კანონს მივესალმები. რა თქმა უნდა, ყველა ქართველმა ადამიანმა უნდა მიიღოს ვაჟკაცურად მონაწილეობა და უნდა წავიდეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და უნდა მოიხადოს თავის სამხედრო ვალი. ეს არის ყველა ქართველი კაცის, ყველა ვაჟკაცის, ყველა იმ ადამიანის, რომელმაც სამშობლოს სიყვარული იცის, მაგრამ აქ არის ერთი პატარა დეტალი და ერთი პატარა მაგრამ. როდესაც მე ვიხილავ ივანიშვილის შვილებს, ყალაძის შვილებს, ყობახიძის შვილებს, სააკაშვილის შვილებს, უგულავას შვილებს და იქ კიდევ ყველა ნაცისტთა და ქოცის შვილებს, როცა ვიხილავ, რომ ისინი არიან ქართულ ჯარში და ემსახურებიან სამშობლოს ისე, როგორც უნდა ემსახურონ, როგორც ითხოვენ ჩვენგან, გლეხი ადამიანების ოჯახების შვილებიდან, რომლებიც საკმაოდ ბევრი ვარ ჩვენ დასაუბედუროთ, ისეთი გაჭირვება არის ქვეყანაში, რომ გლეხის შვილები მრავლობენ და გლეხის შვილები არიან მეტი. როდესაც ვიხილავ აი ესე სამეფო წოდის წარმომადგენლებს, თავი რო ელიტა გონიათ და თავი რო სხვაზე მეტი გონიათ და თავი რო გლეხის შვილზე მეტი გონიათ. აი ამ ხალხს როდესაც ვიხილავ სამხედრო სამსახურში. ისეთ სამსახურში კი არა, მამა მოიყვანა დაშვა და გაუთხილი და ბულკი და პური აჭამეთ. ისეთ სამსახურში, სადაც ჯარისკაცი გადის ჯარისკაცურ ცხოვრებას. სადაც იქნება მარში, სადაც იქნება რეილი, სადაც იქნება ჩასაბრება, სადაც იქნება რეკოგნოსცირება, სადაც იქნება სროლები და მომზადება ისე, როგორც სამხედრო მოსამსახურე შეეფერება, სადაც იქნება სამხედრო განათლება, სამხედრო სტრატეგიები და ამ ყველაფერს რო გაივლიან ისე, როგორც გლეხი ოჯახის შვილები გადის. აი ისე, რომ საჭირო როგორც არის და სამშობლოს და ქვეყანას როგორც გამოადგება და ქართულ ხალხს როგორც გამოადგება, ჩემი ხელით, ჩემ შვილებს მე თვითონ ჩავაცმევ ფორმას ორივე ჩამოიყვან ჩემ ვაჟკაცებს და ორივე სამსახურებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მაგრამ მანამდე არც ერთ ქვეყანას, ვინც ეს კანონი მოიფიქრეს და ვისაც ოდნავ აზრად მოგივიდეთ ამნაირი სისულელე, რომ ჩამოვიდნენ ევროპიდან და ამერიკიდან ბავშვები იმ ემიგრანტი მშობლების და რომელი ემიგრანტი მშობლების ხმებიც თქვენ საერთოდ ფეხებზე კიდიათ და არ აღჭირდება და ყველა ემიგრანტს ხმის მიცემის უფლება წაართვით. და ჩვენ ემიგრანტებმა უნდა გამოგიგზავნოთ ჩვენი შვილები და ვამსახუროთ შეიარაღებულ ძალებში, იმიტომ რომ თქვენ ასე ხიდათ. მანამდე თქვენ არაფერი ჭამოთ, ცოტა გააცივეთ ხომეც, ხელი რო იქნება და ისე გადაიღეთ, რომ პირ-პირი არ დაგეთვათ მაინც. ხო და მე მინდა ის თქვა, რომ სამშობლო, როგორც ღარიბის შვილის დასაცავი არის, ისე არის მდიდრის შვილის. და სამშობლოს მარტო ღარიბის და გლეხი კაცის შვილი არ უნდა იცავდეს, სამშობლოს თანაბრად უნდა იცავდეს გლეხის და მდიდარის. თუ ვინმეც კიდე ეს არ გესიამუნება ზევიდან, ნაცი ხარ, ხოცი ხარ, რომელი ხარ. ცივი წყალი დალიე, შენს შეუერდი მაგათ. სიმართლე არის ერთი. ნაცის შვილი იქნება, ხოცის შვილი იქნება. იქ ბობოლა ხალხის კიდე, ვინც არ მიდიან ჯარში და ვინც არ იხდიან სამხედრო სამსახურს, იმიტომ რომ მამა ყავს, ზოგს საპატრიარქოში, ზოგს პოლიციაში, ზოგი პროკურორის შვილია, ზოგი გენერლის შვილია, ზოგი მოსამართლის შვილია და იჩაგრებიან მუდამ გლეხები, ესე აღარ იქნება და პირადად ჩემი შეხედულობა ამის მიმართ შეიცვალა 2008 წლიდან. რაც მოვდივართ, რომ დაიხოცნენ გმირები, დაიხოცნენ ვაჟკაცები, დაიხოცნენ კაცები და პარადი მიყავთ ქლიავებს. აი ეს ხდება დღეს. პარადი მიყავთ ქლიავებს, რომელიც არაფერს არ წარმოადგენენ საერთოდ და ჩვენი დახოცილი ბიჭების სისხლის ფასი კი არა, ჩხილის ფასი არ არიან. ჩვენი დახოცილი ვაჟკაცების. აი ესეთი ხალხი დაიხოცნენ და მე ის ხალხი დასახოცად მენანება, იმიტომ რომ ის ხალხი რომ დღეს ყოფილიყო, თქვენნაირი ხალხის გამო არ დაიხოცებოდა. და ჩვენ ადამიანები, ვისაც სამშობლო მთელი გულით გვიყვარს, რაც არ უნდა მოხდეს და როცა არ უნდა მოხდეს, ფორმა გვეცმევა თუ არ გვეცმევა, მე და ჩემ გარშემო კიდე ვინც იცნობს ძალიან ბევრი ამნაირი, პირველი ვერეისი თავი გეძბილა და ჩამოვა და სამშობლოს გვერდში და ქართველი ხალხის გვერდში დავდგებით, ეს ჩვენ სამშობლოს დაჭირდება. მაგრამ თქვენს გამო, იმის გამო რომ ვიშკიორები გჭირდებათ, იმის გამო სამხედრო სამსახური მოგაკლდათ, იმის გამო რომ თქვენ რაღაც ფულები დაზოგოთ და ჯიბეში წაიღოთ, ამის გამო არასოდეს მე დარწმუნებული ვარ, არც ერთი ვაჟკაცი მამა და არც ერთი ვაჟკაცი ემიგრანტი თავის შვილს არ გამოგზავნის, იმიტომ რომ თქვენმა შვილებმა ამერიკაში, ჰარვარდებში და ოსფორდებში ისწავლონ.
ინგლისში ისწავლონ, ევროპაში ისწავლონ, განათლება მიიღონ და ამ დროს ჩვენმა შვილებმა თქვენ გემსახურონ. როგორც თქვენ შვილებმა უნდა მიიღონ განათლება, ისე იღებენ აქ ჩვენი შვილები ევროპაში, ამერიკაში, ინგლისში განათლებას, საერთაშორისოს. არიან ბავშვები, მე უკვე ეს ბავშვები მიამაყებიან 4-5 ენაზე საუბრობენ. და თქვენ ისედაც მილიონები გაქვთ, მილიარდები გაქვთ და ჩვენ შვილებს, გლეხის შვილებს სწავლა განათლება სჭირდებათ. რომ სამშობლოს წაუდგნენ, ისე როგორც საჭირო არის თავის დროზე. და არა ისე ყველაფერს მოვწყიტო და გამოვახანო და ვიღაცას მოეპრიანა რაღაცა უტვინო თავში და ჩამოვიყვანოთ, მან ჩამოვრიყოთ და მთელი სწავლა მივატოვებინოთ და მთელი ეს ენების პროცესი, განათლების პროცესი მივატოვებინოთ და ვიღაცამ ჩემი შვილი ყინვაში დააყენოს ტაუერზე, იმიტომ რომ თავის ფუნფულაშვილს გაუფრთხილდეს, რომელსაც მაცივარში რო გამოაღებს, ხორცი გადმოიპნევა და გლეხის შვილს შეიძლება სუპი არ აქვს, სუპი რო ჭამოს. აი ესეთი ხალხი ხართ თქვენ და ეს გინდათ. დავინახო ყველა წასული, უკლebri, ყველა პარლამენტარის შვილი, ყველა მდიდრის შვილი, ყველა პროკურორის შვილი, დავინახო მე იქ რო საქართველოს ჯარში იხდის სამხედრო სამსახურს, ჩემი თავი გენაცვალოთ. მე არც დავფიქრდები, მე ჩემი ხელით ჩამოვიყვან ჩემს შვილს. სამშობლო ვარი ყველას დასაცავი. აბა, კარგად მეყოლეთ სულ და ტაუერზე ასვლა არ დაგავიწყდეთ, რომ ტერი არ შემოვიდეს. მაინც